გამარჯობა. ამ ვიდეოში მოგიყვებით ყველაზე საშიშ ქალზე, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის კიმ ჩენ ინის დაზე. 90-იანი წლების შუა პერიოდია. ევროპელი ბავშვები აღფრთოვანებულები არიან. ბოლოს და ბოლოს მათ უკვე საკუთარი დისნეილენდი აქვთ. აქ პარიზში ეს ორი ბავშვი შვეიცარიიდან ჩამოვიდა. ისინი დიდხანს ეხვეწებოდნენ ოჯახს, რომ აქ წამოეყვანათ. და აი საბოლოოდ, ოცნება სრულდება. რეალობა იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმოედგინათ. ეს მართლაც დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადგილია. პარკი სავსეა სიცოცხლით. მთავარი ქუჩით ყოველდღიური პარადი მოემართება. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს დისნეის ფილმში მოხვდნენ. მათ უკან კი ზემოთ მბრძანებლივ, სიმბოლოსავით დგას მთავარი ღირსშესანიშნაობა. მძინარე მზეთუნახავი სასახლე, რომელიც ოქროსფრად ბრწყინავს, ფრანგული მზის ქვეშ. ერთი შეხედვით ისინი ჩვეულებრივ ოჯახს გვანან. იქნებ ისინი აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული დიპლომატები არიან, რომლებიც თავისუფალ დღეს ევროპაში ატარებენ. ბავშვები პარადს უყურებენ, მაგრამ მათი თვალები ისევ და ისევ სასახლესკენ გარბის. თითქოს წარმოსახვაში საკუთარ თავს იქ ხედავენ. სამეფო ოჯახის წევრებად და სინამდვილეში ისინი მართლაც სამეფო ოჯახის შთამომავლები არიან. ოღონდ მათი ცხოვრება ზღაპარი არ არის. ბიჭი როცა გაიზრდება, საკუთარ იმპერიას ჩაიგდებს ხელში. გოგონა კი ერთ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალად იქცევა. კიმ იო ჯანგი.